მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო. დღეს მინდოდა მელაპარაკა ჭადრაკზე. დღეს არის 6 დეკემბერი. ხო, 6 დეკემბერია და დღეს მინდოდა მელაპარაკა ჭადრაკზე და მაგის არც ისე პოპულარული სპორტი არის საბოლოო ჯამში მაინც რა და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, იმიტომ ჭადრაკი ერთ-ერთი ყველაზე ის ტვინის განსაწვენდელი საშუალება არის ადამიანისთვის ჩემი აზრით. და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ბავშვების შეყვანა უკვე, ანუ ისეთ დონეზე არის უკვე მისული ჭადრაკიც თან, რომ ხალხში პოპულაციას პოპულარიზაცია ხალხში პოპულარული ხდება უფრო და უფრო რა, ყოველდღიურად რა, ეს ძალიან მუშაობს რა. მაგნუსი, ჰიკარუ და ეს ინდოელი კაცი. Короче, ძალიან ცნობილი ხდება ჭადრაკი და რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე მეტი ფულიც ჩაიდება და შესაბამისად ყველა ბავშვი ფეხბურთზე რო არ შეიყვანონ, შეგიძლიათ ვიღაცებმა ჭადრაკზე შეიყვანოთ ბავშვი, იმიტომ თუ მონაზვნები აქვს რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჭადრაკი ძალიან კარგი თამაშია, არა მარტო თამაშია, თამაშზე ბევრად მეტიცაა, მე თუ მგითხავთ და მანდ გამომდინარე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ბავშვი უნდა იყოს დაინტერესებული ჭადრაკით. მე ბავშვობაში პაპაჩემმა მასწავლა ჭადრაკი, თან საკმაოდ კარგად, შემდეგ რაღაც მიღწევებიც მქონდა ქართულ ჭადრაკში უფრო მეტად. ევროსარბიელზე დიდად თავი არ გამომიჩენია განსაკუთრებულად არაფრით. მაგრამ ნუ მაინც მიღწევები მქონდა რა მართლა. დღესდღეობით იმდენი ხანია ჭადრაკი არ მითამაშია, ახლა ვცდილობ აღდგენას. თავში და ძალიან რთული არის, თავიდანაა სასწავლი ჩათვალეთ, იმიტომ რომ ტვინში რაღაცები რო გახსოვს ნახევრად. მე რო ცხენი ამყავს რაღაცა რა ქვია, B5-ზე რო გადამყავს ცხენი, იქ მავიწყდება, რომ ბაიგი უნდა გქონდეს აწეული, რომ იმან დაიცვას. კუმ. ხანახა მავიწყდება, მართლა მავიწყდება რა, აი ხო უმარტივეს შეცდომა არის, ეგეთი მარტივი ბლანდერი იშვიათი არის რა, აი რაღაცა უდებილესობესი არის. მაგრამ მაინც მომდის რა. გინდა ეგ და გინდა, რა ვიცი, აი ერთ ძოლზე რო ვაყენებ მეფეს და დედოფალს, როცა იმათ ყავს ორივე ბიშოპი, ორივე კუ როცა თამაში. მაინც მომდის რა ეგეთები. იმიტომ რომ აი პრაქტიკა განავითარებს მაინც რა და შეიძლება ბავშვს არ ქონდეს ძალიან დიდი მონაცემები აზროვნების, მაგრამ ქონდეს რაღაცა მეხსიერების კარგი მონაცემები და მაგ მეხსიერების მონაცემებით ძალიან მარტივად გათვალოს ყველაფერი რა. მე მყავდა ერთი მაგაცი, რომელიც ძალიან ისე მეხსიერების ხარჯზე გაჩავდა ხოლმე და შუა თამაშის დროს მეუბნებოდა, რომ აი короче 64 წლის ფინალში იყო ზუსტად ესეთი განლაგება მაგიდაზე და რაღაც მეთქი, აი რატო გახსოვს, შემომაწვევდი მართლა ეგრე. რატო გახსოვს ვაფშე მეთქი და ძალიან ისეა რა, ყურადღება არ ექცევა ჭადრაკს რა. ნონა გაფრინდაშვილი ბლატაუთ და საბოლოო ჯამში ნონას მეტი არავინ არ ყავს და ერთ კაცზე მეტი როგორ არ უნდა ყავდეს, ანუ ცნობილს გულისხმობთ, რომ ბევრი ყავს, მე თუ მგითხავთ. ახლა ვაფშე ჩემი ვაკაცი არის ნოდარ ლოსტკიპანიძე იუთუბერიცაა, შეგიძლიათ მოძებნოთ ნოდარ ლოსტკიპანიძე იუთუბზე, გააჩნია თავისი ჭადრაკის ძალიან კარგი სკილები რა, 2200-300 თუ მეტზე დაჟე. ჰიკარუსთანაც აქვს რამდენჯერმე მოგებული ბლიცში რა. მე ბლიცს ვერ ვთამაშობ, მე 10 წუთიანები მევასება და მანდან გამომდინარე სუსტი ვარ ძალიან ბლიცში რა. იმიტომ რომ მან იმენა ჩათვალო, აი პრემიუმებით უნდა ითამაშო, პრემიუმებით თამაში არ შემიძლია, მართლა არ შემიძლია. დრო მჭირდება. გაიგეს შეიძლება დრო მოვიფიქრო შემდეგი რა გავაკეთო, არა სწრაფად მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება და მაგის გამო ვაგებ ხოლმე ძირითადად 10 წუთიანებში თამაშებს, მაგრამ იმდენად მიყვარს ნელა მოძრაობა აი ჭადრაკში ყველაფერში რა, ნუ არსად არ მეჩქარება არასდროს და მაგის გამო ვაგებ ხოლმე 3 წუთიანებში თუნდაც, აი 3 წუთიანებში დრო არ მყოფნის, რომ დროულად გადავდგა ისინი სულ რომ მომგებიან პოზიციაში ვიყო ხოლმე და მე ვიწყებ პაიკების კლასს, რომ იქნება insufficient material კონდეს. ხანდახან ეგეც გამომდის, ხანდახან ეგეც არ გამომდის. მაგრამ ნუ ჭადრაკი რო კარგი არის ადამიანებისთვის, ეს ამას მე მგონი ზედმეტი ლაპარაკიც არ ჭირდება, მაგრამ როგორც ყოველთვის, როგორც ყველაფერი, ბევრი არაფერი არ ვარგა, ასევე ჭადრაკიც არ ვარგა ბევრი.
ვიცი, უნდა შეეცადოთ, რომ ცოტა ისე ისწავლოს ბავშვმა ჭადრაკი, რომ თან უნდოდეს თამაში, მაგრამ ჭადრაკის იქითაც ცხოვრება გააჩნდეს რა. ეგა ყოველთვის ყველაზე რთული. მარტივი თამაში არა და რა, აი წესებს რო დაამუღამებ, წესებს. რა როგორ მოძრაობს, ემპასანტი რა არის და როქი რა არის, მაგ ყველაფერს რომ გაიაზრებ, მე კონკრეტულ მომენტებში რაღაცების გამოყენებასაც დაამუღამებ. მე კონკრეტულ მომენტებში რომ დაამუღამებ, მე უკვე აიცა. აი 300-ებში რომ დაიწყოს ადამიანმა თამაში, სხვების შეცდომებზე ისწავლეთ. მარტივად რო გითხრათ, აი 800-მდე, 1000-მდე თავისუფლად ახლა. მე ხა ვარ 1400-ებში. ხო რა, ძალიან დაბლა ვარ. რო არ მოგატყუოთ იმასთან შედარებით, როგორც ვიცი თამაში, მაგრამ რა სიზამ. ერთი პერიოდი იცი რა შვებოდი ხოლმე Stockfish-ს ვათამაშებდი ხოლმე, ჩემს ვათამაშებდი კი არა. მე ხომ მქონდა ნათამაშები ხელი. Review Sponge-ში ჩავრთავდი ხოლმე, რა მოვის მე რა იყო და Stockfish-ში ვამოწმებდი, რომ აბა რა იყო Stockfish-ი არის AI ჩათვალეთ, chessbot-ია რა, ანუ საუკეთესო chessbot-ი არის და Stockfish-ს აზრით სადმომ რა მომენტში რა იყო ქნება საუკეთესო სვლა, მაგას ვნახულობდი ხოლმე და და ძალიან რთული არის, რომ იმის გააზრება თუ რატო აკეთებს Stockfish-ი რაღაც კონკრეტულ სვლას, იმიტომ თამაში best move-ები რო აკეთო, სულ, აი ყველა მოძრაობა რო საუკეთესო მოძრაობა იყოს და საუკეთესო სვლა, მაგ დროს ნებისმიერ ადამიანი იფიქრებს, რომ შენ ჩეთერო. ნებისმიერ, მეც ვიფიქრებ. იმიტომ რომ აი ცოტა სიგიჟეა ხოლმე ხანდახან, რა 6 სვლით წინასწარ ვამზადებ, კურს რო ამოძრავებ, კუ არა, ეტლს რო ამოძრავებ, ერთი ზოლძები და აი რო უყურებ მაგიდას და არაფერი რო არ იყო მაგაში საჭირო მაგ მოძრაობაში. ხო რა, ეგეთი რაღაცნაირი სპორტია რა. აუცილებლად მისახედი არის ექსპორტი, მე ეგრე ვფიქრობ. და ეს ბოლო პერიოდი არის ეს e-სპორტი, რა ქვია მაგას, ელექტრონული სპორტი რა, ეს CS:GO და ისინი, ეგენიც დაინტერესდნენ ჭადრაკით და ამას წინათ ყავდათ ჭადრაკზე e-სპორტის გუნდებს გამოყვანილი ვიღაცები. ეგეც იმას ნიშნავს, რომ მალე ბევრი ფული ჩაიდება, ასე რომ თუ ბავშვი ყავთ და დაგეგმილი გქონდათ, რომ ფეხბურთელად გაზრდიდით, იქ შეიძლება ტრავმა იყოს, რაღაცა იყოს, ის იყოს, ეს იყოს. აქ მსგავსი არაფერი არ არის, აქ მაქსიმუმ ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს, რომ ვიღაცა 30 წლის კაცს ეთამაშოს და წააგოს პატარამ. მაგრამ ძირითადად პირიქით ხდება ხოლმე 30 წლის კაცებს ბავშვები უფრო უგებენ ხოლმე. ეხლა არის ვიღაცა 3 წლის ბავშვი არის ინდონეზიაში, მე მგონი თუ ტაილანდში 3 წლის და 6 თვისაა და ვიღაცებს მოუგო იქ საკმაოდ მაღალი თანრიგის მყოფ ხალხს. ხო და რავი, თქვენი შვილიც ეგეთი ნიჭიერი არის. ყოველ შემთხვევაში იცით რა არის, აი ის ხო არა, რაღაც ხო არა. ჭადრაკიც რომ ცადო, არაფერი არ იცვლება. ვაფშე არაფერი არ იცვლება. შეიძლება ის მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს. მაგრამ ბავშვს არაფერი არ დააკლდება მაგით, დროის დაკარგვაც არ არის რა ჭადრაკის თამაში. იმიტომ რომ რაღაც აზროვნებს მაინც რა და იქ ტვინი მაინც განუვითარდება და შესაბამისად უფრო მარტივად უნდა მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ბავშვი მიიღონ ჭადრაკზე. ან ბავშვს რას მივდებ ვაფშე, რა მინდა ამ ბავშვს, პროსტა შეგიძლია თქვენმე დაიწყოთ. არ არის არასდროს გვიანი, იმიტომ რომ ჭადრაკი ნამდვილად არ არის ისეთი სპორტი, რომელიც ფიზიკურ მონაცემებს მოითხოვს. შეგიძლიათ 65 წლის ასაკში დაიწყოთ, გრანდმასტერი გახდეთ და მერე ბედნიერი მოკვდეთ. მე წავალ ახლა ბედნიერი მოვკვდები და ხვალ გნახავთ. ძალიან დიდი მადლობა 6 დეკემბერს რომ ჩემთან იყავით. ხვალამდე.